მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება სამკუთხედი, ვის ეკუთვნის მისი გული. დღეს გავაკეთოთ ერთპოზიციანი გაშლა, ეს ვიდეო არის მათთვის, ვისაც გიყვართ ერთპოზიციანი გაშლების ყურება. დარჩით ჩემთან ერთად, ვიდეოს იმ შემთხვევაში ვუყუროთ ბოლომდე, თუ თქვენზე რეზონირებს ინფორმაცია, მათთვის ვისთვისაც დღევანდელი გაშლა არ იქნება რეზონირებული, შეგიძლიათ ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ ხოლმე, იგივე სათაურით იგივე თემაზე, უახლოეს პერიოდში სხვა ვიდეოსაც ჩავწერ. პირადი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომმართოთ, ასევე ვისაც გსურთ ტაროს შესწავლა, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაშიც და კომენტარების ველშიც. ახლა კი ჩაიფიქრეთ ეს პიროვნება, შეგიძლიათ მისი სახელი წარმოსთქვათ. უმჯობესია თუ გავუშვებთ ყველანაირ ნეგატიურ ასპექტს ფიქრს და ვიდეოს უყურებთ დამშვიდებულ ენერგიებში. ახლა მე გავაშხერებ ამ პიროვნების ხასიათს, დამახასიათებელ თვისებებს და თუ თქვენ პიროვნება ამოიცანით და გეცნოთ ეს პიროვნება, აქედან გამომდინარე ეს არის თქვენი გაშლა და უყურეთ ვიდეოს. კითხოთ ტაროს იმ ადამიანის ხასიათი, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ. კვერთხების მეფე. კვერთხების მეფე აქტიური. საკუთარ თავზე ორიენტირებული, ძალიან მიმზიდველი, ძალიან ქარიზმატული, ლიდერი. საკმაოდ საინტერესო პიროვნება, რომელთანაც ძალიან ბევრი ადამიანი მიდის რჩევისთვის, რომელსაც დიდ პატივს სცემენ, რომელმაც საკუთარი თავის ფასი ძალიან კარგად იცის, მას აკმაყოფილებს თავისი გარეგნობა, მას აკმაყოფილებს თავისი დღევანდელი ცხოვრება. შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ ეს პიროვნება ცოტათი ნარცისი არის, ანუ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი არის, მაგრამ ამისთვის აქვს ძალიან ბევრი მიზეზი. ზოგიერთ თქვენთაგანის პარტნიორს აქვს ძალიან ისეთი მომხიბვლელი გარეგნობა და ეს ძალიან კარგად იცის და ხვდება, რომ გამორჩეული არის. ადვილად იპყრობს გარშემომყოფების გულებს, უყვარს ქალბატონების კომპანია, უყვარს, როდესაც შთაბეჭდილებას მოახდენს ხოლმე სხვა ადამიანზე და ამით ძალიან კმაყოფილია. ადვილად შეუძლია კომუნიკაციაში შესვლა და გულგრილი მისი მისამართი თითქმის არავინ და არასოდეს არავინ არ რჩება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას შეუძლია კონფლიქტი. ადვილად შედის როგორც კომუნიკაციაში, ასევე ადვილად შეუძლია, რომ ადამიანს გამიზნულად გული ატკინოს თუ ამის საჭიროება დაინახა. ეს ის პიროვნება არ არის, რომელიც რაიმეს გულში დაიტოვებს და თუ რაიმე გაიფიქრა, აუცილებლად პირისპირ ადამიანს ეტყვის. ზურგს უკან ლაპარაკი არ უყვარს, პირისპირ ადამიანს ეტყვის ყველაფერს. შეიძლება მამაკაცების თვალით ეს პიროვნება იყოს დანახული, ისეთი რომ ძალიან შურდეთ მამაკაცებს მისი წარმატების, მისი ცხოვრების, მისი ფუფუნების, ქალებთან ურთიერთობის გამოცდილების შეიძლება შურდეთ. შეიძლება ზოგადად შური მარტივად მარტივად შურთ ამ ადამიანის. ოჯახის წევრი მამაკაცების მხრიდანაც მოდის მისი მისამართით გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება, იმიტომ რომ ადამიანმა ბევრს მიაღწია ცხოვრებაში და რაც არ უნდა შეემთხვას ცუდი, ძალიან მარტივად შეუძლია ფეხზე წამოდგეს. ეს პიროვნება ძალიან კარგად არჩევს, ვინ არის ცუდი, ვინ არის კარგი და ვის უნდა უпростоრად მისთვის სიკეთე და ვის არა. ძალიან კარგად გამოსდის ამ პიროვნებას ქალის ხასიათის და ემოციის გამოცნობა. ძალიან კარგად იცის ამ პიროვნებამ რა სურთ ქალებს. კონკრეტულად თქვენ რა გსურთ, ნამდვილად იცის ამ ადამიანმა ამ შემთხვევაში. აქ ამოვიდა
ზოდიაქოს ნიშანი ლომი, ვერძი ან მშვილდოსანი. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში იყოს ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი პიროვნებაც, მაგრამ უმრავლესობა დღეს მაინც ცეცხლოვანი ენერგიით გამოიხატა. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია საჯარო გაშლების დროს ვისაც რეზონირდება, მხოლოდ მათ მიაქციათ ყურადღება. რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებს და რა თქმა უნდა, ყველაზე არ იქნება თითოეული დეტალი რეზონირებული, მაგრამ პატარ-პატარა დეტალები, რაც გაჟღერდება, მე გავაჟღერებ უფრო სწორედ ამ ყველაფერს და თქვენზე მიიღეთ, ხო? კიდევ მისი ხასიათი. ძალიან უყვარს კომფორტი, ძალიან უყვარს ესეთი მდიდრული ცხოვრება, ფულის გაღება, ხარჯვა. მეგობრებს ძალიან მოსწონთ მასთან ერთად დროის გატარება, იმიტომ რომ მასთან ვერ მოიწყენ. იცის ნამდვილად როგორ გაატარებინოს ადამიანს კარგი დრო, იმიტომ რომ ყველა ადამიანის ემოციას იჭერს მარტივად და თუ ადამიანი მოსწონს და მისთვის ძვირფასი არის, ძალიან დიდი პატივისცემით შეუძლია რომ მოეპყრას პიროვნებებს. უყვარს დასვენება, კარგი. საკუთარ თავზე ზრუნვა. და სხვათა შორის ხშირად არის ოჯახის გარეთ. ანუ ხედავ რომ ხშირ დროს ატარებს უფრო გარეთ სივრცეში, სამსახურში შეიძლება ან მეგობრებთან, ან თავის რაიმე დაწესებულებაში, ან სამოგზაუროდ მიდის, ან მივლინებაში მიდის, აი ყოველ შემთხვევაში მისი პრიორიტეტი უფრო იხრება იყოს ოჯახიდან შორს და გარეთ. ამ შემთხვევაში ის დასვენებულად მაშინ გრძნობს თავს, თუ სახლში არ მიდის, ან არ ატარებს დროს ხშირად სახლის სივრცეში. ამ შემთხვევაში მისთვის ეს არის პრივილეგია, რადგანაც აქ გრძნობს კომფორტს. აქალის ენერგეტიკა ამოვიდა, ძალიან დიდ როლს იკავებს მის ცხოვრებაში უშუალოდ დედა. და ის ბავშვობის წლები, როგორც არის აღზრდილი, ძალიან ზეგავლენა აქვს ამ საკითხს. დედის ხასიათი შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანს, ან დედას გავდეს ფიზიკურად, ან დედისგან განებივრებული იყოს, ან დედის მხარდაჭერას დღემდე გრძნობდეს. დედის ხაზი აქვს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი ამ პიროვნებას ხასიათში. ვნახოთ ახლა თქვენთან დამოკიდებულება ამ პიროვნების. ძალიან დიდი სიმპათია არის აქ. ემოცია, ძალიან დიდი მიზიდულობა არის თქვენ შორის. სამიანი თასი. სხვათა შორის აქ მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებასთან შეიძლება გქონდეთ ესეთი ურთიერთობა, რომ ხშირად შორდებით, რიგდებით. შეიძლება სულ მცირე პატარა დეტალმაც რაღაც მომენტში ურთიერთობა დააპაუზოს, მაგრამ ისევ გამოძებნის ხოლმე ეს ადამიანი, რომ თქვენთან მოვიდეს, დაგიბრუნოთ, კომპლიმენტი გითხრათ, გაგახაროთ, სიურპრიზი მოგიწყოთ, მარტივად შეგახედოთ რაღაც საკითხებს. ყოველთვის რაც სირთულე შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ეს ადამიანი არის ხოლმე ინიციატივიანი, რომ მოვიდეს და ურთიერთობაში მაინც თქვენთან იყოს, სადაც არ უნდა წახვიდეთ, მას ვერ დაემალებით, მოგწებნით, რაღაცას გაჩუქებთ, რაღაცას მოიმოქმედებს, რაღაც აი ძალიან ისეთი ადამიანი არის აქტიური და ამ შემთხვევაში თინეიჯერის სული აქვს, რომ აი შეუძლია
შეუძლია ღამის 3 საათზე უცებ მოგადგეთ. აი რაღაც ესეთი სპონტანური სურვილებით არის თქვენი მისამართით, რომ აი ყვავილები გაჩუქოთ იქ, რაღაც აი ესეთი იმის საშუალება არ მოგცეთ, რომ რაღაცას ჩაუღრმავდეთ ღრმად, რაღაცაზე დაიგრუზოთ, რაღაცაზე გაბრაზდეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს პიროვნება არის ძალიან ესე ვთქვათ, მარტივი ურთიერთობით შემოსული თქვენს ცხოვრებაში, თითქოს ერთი შეხედვით მას არაფერი არ ადარდებს, ერთი შეხედვით მისთვის სულ ერთი არის, რომ ვთქვათ, სამკუთხედშია და პარალელურად ვიღაც თქვენ შორის არსებობს. ეს ადამიანი არის აი ძალიან თითქოს ეს პრობლემა არც არის თქვენ შორის და იმდენად რაღაც მომეწონე შენთან მინდა მაქვს შენს მიმართ ემოცია და მინდა რომ ეს შეგრძნებები, ეს ემოციები რაც ჩვენ შორის არის, უფრო გავახანგრძლივოთ და უფრო ასე ვთქვათ, მივცეთ ერთმანეთს იმის საშუალება და უფლება, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს. არ უნდა ამ პიროვნებას თქვენი გაშვება არანაირად. თქვენთან ძალიან კომფორტი არის. მისთვის საკმაოდ ისეთი პიროვნება ხართ. თქვენთან ერთად უნდა ყველანაირი, ასე ვთქვათ, დადებითი შეგრძნების და ემოციის მიღება. თქვენთან ერთად უნდა მოგზაურობა, თქვენთან ერთად უნდა სადღაც წასვლა. აი რაღაც თითქოს სულ მოძრაობაში არის, თითქოს სულ რაღაც ენერგიაში არის, რომ აი ულევი ენერგია აქვს და სულ თქვენთან ერთად უნდა ხოლმე რომ აი რაც კარგი მოხდება, ან რაღაცას აღნიშნავს, ან სადღაც წავა, აქვს ხოლმე მის სურვილი, რომ თქვენ მის გვერდით იყოთ და რატომაც არა ესეთი შეგრძნება აქვს, რომ ნუ ცდილობ რომ გამექცე, ნუ ცდილობ რომ გაიქცე ამ ურთიერთობიდან და ჩამეხსნა, მე მაინც მოვალ შენთან, არ გაგიშვებ და პირიქით აი ასე მოგარჩულებ. ეს არის მისი დამოკიდებულება, რომ შენ ჩემგან ვერ წახვალ, მე შენ მოგარჩულებ. რაც ემსახურება ეს მორჩულება თავისი განმოსახედით. ეს პიროვნება ამბობს ესეთ რაღაცას, რომ არ მიშლის მე ხელს ის ფაქტი, რომ ვარ პარალელურად რაღაც ვალდებულებაში. იგივე ყურადღებას, უფრო მეტ ყურადღებას, უფრო სწორედ, უფრო მეტ დადებით ენერგიას, უფრო მეტ ასე ვთქვათ, გვერდში დგომას გაგიწევ და არაფერს არ დაგაკეთებ. აი ეს შეგრძნება აქვს და უნდა რომ ეს დაგიმტკიცოთ, რომ თქვენს მიმართ სერიოზულად არის განწყობილი და სათამაშოდ არ არის მოსული ამ პიროვნებას, უნდა რომ გჯეროდეთ მისი ძალის, გჯეროდეთ მისი სიტყვების, გჯეროდეთ მისი დაპირების თუნდაც. ასეთი ტიპი არის, რომ აი ჩემს სიტყვას უნდა გქონდეს ფასი, მე შენ დაგიმტკიცებ ზუსტადაც, რომ მე შენს მიმართ მაქვს კარგი დადებითი შეგრძნებები, მაქვს ემოცია, მომწონხარ. ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში ეს ადამიანი მის ზღვარზე არის, რომ უკვე სიყვარულის ენერგიებიც აქვს. და უნდა რომ თქვენთან გახანგრძლივდეს ის ყველაფერი, ის მომენტები, საუკეთესო წუთები და არანაირად არ უნდა რომ ეს ურთიერთობა დათმოს, იმიტომ რომ თითქოს თქვენ როგორ ენერგიას აძლევთ გასაგებია. თქვენ ხართ ზუსტად ისეთი ადამიანი, რომელიც მასში აღვიძებს მონადირის ინსტინქტს. ეს მონადირის ინსტინქტი როგორი რაღაც არის, რომ აი თქვენ უსხლტებით ხელიდან და სულ გამუდმებით უწევს, რომ რაღაც თავისი მამაკაცური ენერგია ჩადოს, რომ უკან დაბრუნდეთ. აქედან გამომდინარე, მისთვის ეს აზარტიც არის და მისთვის ეს ძალის დემონსტრაციაც არის და მისთვის ეს მისაღები ფორმა ურთიერთობის, რომ თქვენ გჭირდებათ ძლიერი ხელი, ძლიერი ადამიანი, რომელიც ურთიერთობაში სტაბილურობას მოგცემთ. აი თითქოს აქ კლასიკური ისტორია არის მამაკაცის და ქალბატონის როლის გადანაწილების და ეს ყველაფერი მოწონს მას. ურთიერთობის ტიპი, რასაც თავაზობთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არენდობით, იქ რაღაც ნერვიულობთ, იქ რაღაც ქალური დრამა გვაქვს, აი რაღაც ნერვიულობთ, რაღაც უარზე ხართ, აი მისთვის უფრო მეტად ეს ფორმატი არის ის, რომ უფრო ურთიერთობაში ჩადოს მეტი რესურსი, უფრო ურთიერთობისთვის იბრძოლოს, ესეთი მომენტები აქვს. რა ხდება პარალელურ ურთიერთობაში, ესეც გავიგოთ. რა ხდება პარალელურ ურთიერთობაში?
აქ შეიძლება იყოს საერთო შვილები ამ ურთიერთობაში, ვალდებულებები. ნათესავური კავშირი. ნათესავური კავშირი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ თქვენს მეტოქეს ვთქვათ, ხო? აი რაღაც მომენტში ამ პიროვნების ნათესავები ან ოჯახის წევრები მხარს უჭერენ, აი ამ შემთხვევაში უფრო ესეთი ინფორმაცია მოდის აქ, რომ უჭერენ მხარს ამ ქალბატონს რაღაც მომენტში, იმიტომ რომ შეიძლება საერთო შვილები აი ჰყავდეთ ამ ადამიანებს ერთად და რაღაც ვალდებულებები აერთიანებდეთ, მაგრამ აქ არის უფრო ემოციები, რომელიც დიდი ხანია უკვე განელდა და უფრო ვალდებულებაში და რუტინაში გადაიზარდა ეს ყველაფერი და ასევე ამ ქალბატონს ამ ურთიერთობის ხელიდან გაშვება და დათმობა არ სურს. ეგ იცოდეთ, რომ თქვენს მეტოქეს ამ პიროვნებასთან, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობებში არის დეფიციტი და თითქოს ცალ-ცალკე აქვთ ცხოვრება, ამ ურთიერთობის დათმობა, ამ სტატუსის დათმობა, ამ ყველაფრის ხელიდან გაშვება, ამ სტაბილურობის, თუნდაც ფინანსების, თუნდაც გვერდში დგომის, აი რაღაცა აქვს ისეთი ამ ადამიანთან, რომლის დაკარგვა და დათმობა არ უნდა და შეიძლება ნათესაურ კავშირებს ძალიან სათავისოდ იყენებდეს და კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნების ნათესავებთან. თვითონ ამ პიროვნების დამოკიდებულება ამ ადამიანთან, ქალბატონთან, უფრო არის მაგის არკანი. მაგის არკანი ამ შემთხვევაში არის, როდესაც ყველაფერს აკონტროლებს პიროვნება, აკონტროლებს და თან რაღაც სტაბილურობაში არის და იცის, რომ აი ის ვალდებულებები, რაც მათ შორის არის, ამ ყველაფერს თავს გაართმევს და აი რაღაც თითქოს მათი ამჟამინდელი ახლანდელი ურთიერთობა უფრო ჰგავს ბიზნეს პარტნიორობას ან საერთო ვალდებულებების გაწყობას. უფრო ესეთი გზა არის მათ შორის. კარგით, ნახოთ, ვის ეკუთვნის ამ პიროვნების გული, ვის ეკუთვნის ამ პიროვნების გული. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამ წუთას რაც დავინახე, ამ პიროვნებას თითქოს ახლა არ შეუძლია, რომ რაღაც კონკრეტული შემოთავაზება გააკეთოს, ან კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, ან კონკრეტული რაღაც მითითებებით შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ ახლა თითქოს პარალელურად თქვენი მეტოქე რჩება ამ ურთიერთობაში და უცვლელი არის ეს მდგომარეობა, ამ პიროვნების ინტერესი, ამ პიროვნების გრძნობა, ამ პიროვნების გულის ძახილი, ამ პიროვნების ემოცია, შინაგანი სამყარო, ვნება, ლტოლვა, ცხოვრებისეული ბედნიერება, ცხოვრებისგან ემოციის მიღება და ყველანაირი დადებითი ასპექტი იხრება თქვენსკენ, რომ მისი დღევანდელი ემოცია და სურვილი, მისი დღევანდელი შეგრძნებები, მისი დღევანდელი საფიქრალი, ემოციური კუთხით და გრძნობის კუთხით იხრება თქვენსკენ და ამ პიროვნებას თქვენთან სურს ის, რასაც გთავაზობთ, ის, რაც მისთვის, ასე ვთქვათ, დღევანდელი განმოსახედით შესაძლებელი არის, რომ თქვენთვის გააკეთოს, აი ეს ყველაფერი სურს თქვენთან, თუმცა შეიძლება აქ იყოს რაღაც ისეთი ხანგრძლივი პროცესი, რომ საბოლოოდ არჩევანი გაკეთდეს, ჯერჯერობით არჩევანის წინაშე არ დგას ეს ყველაფერი და პარალელური საკითხი, პარალელური ურთიერთობა უცვლელ მდგომარეობაში გვიჩვენა, ვისთვისაც ეს საინტერესოა და გაინტერესებთ, თუმცა მისი ემოცია და შეგრძნება და ურთიერთობაში დაბრუნება, რომ ვახსენე, რომ არსად არ გაგიშვებთ და თქვენთან ყოფნა სურს თქო, ამაზე ძალიან იბრძოლებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ისევ თქვენთან იყოს ეს ადამიანი, თუ ახლა თქვათ დაპაუზებულ ფაზაში ხართ. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე.